საბოლოო ჯამში ორი ლაშქარი ერთმანეთს სოფელ კაკაბეთის მიდამოებში ნიახურას ველს დაუპირისპირდა. ქართული სრული კონტინგენტის წინააღმდეგ დაახლოებით 10-დან 15 წესამდე ლეკი და ასევე ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრე ქართველები იბრძოდნენ. ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და ლეკების სრული მარცხით დასრულდა. მათ არაერთხელ სცადეს რუსების და ქართველების პოზიციების გარღვევა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რუსული რეგულარული ნაწილები მომზადებით სრულიად სხვა დონეზე იმყოფებოდნენ. ამავდროულად, ქართველი კავალერისტები განსაკუთრებულად იყვნენ მოტივირებული და მთელი თავგანწირით იბრძოდნენ მონღოლის წინააღმდეგ. მათ არ სურდათ 5 წლის წინანდელი კატასტროფის დაშვება. მოგეხსენებათ, რომ 1795 წელს ირანელებმა კწანის ბრძოლაში გაიმარჯვეს და თბილისი აიღეს. 1800 წელს იგივე საფრთხე იდგა და ქართველებს სადაც არ უნდა დაждდომოთ, აღარ უნდა დაეშვათ მსგავსის გამეორება. სულას ოცნობით ბრძოლის ველზე 1500-დან 2000-მდე მოკლული ლეკის კვამი დარჩა. თუმცა ძალიან ცოტა იყო ტყვე-დაყვანილების რიცხვი, მხოლოდ 4. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საუკუნეების განმავლობაში ლეკიანობით შეწუხებული ქართველები არავის აღარ ინდობდნენ, ხოცოდნენ ყველა ლეკს, მისი მოკლაც კი შეეძლოთ. ბრძოლის შედეგმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია თბილისში. მეფე გიორგი მე-12-მ კი ძვირფასი საჩუქრები მიართვა რუს გენერლებს. აღსანიშნავია, რომ წლების შემდგომ ამ ბრძოლის პერიპეტიებს იხსენიებდა ბატონიშვილი იოანეს. ის ხომ ქართულთა ლაშქრის ერთ-ერთი მეთაური იყო. კაკაბეთის ბრძოლის შემდგომ რუს ავტორიტეტი კავკასიის რეგიონში ძალიან გაიზარდა. მათ დაამტკიცეს, რომ რეალურ ძალას წარმოადგენდნენ და შეეძლო საკუთარი ინტერესების დაცვა საქართველოში. თუმცა რა შემდგომობდა რუსთა რეალური მიზანი? ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ქართველების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ ყოფილა. ერთი თვის შემდეგ მეფე გიორგი მე-12 გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლებამ კი ქართლ-ხეთის ტახტზე ახალი მეფის ასვლა არ დაუშვა. 1801 წლის სექტემბერში ალექსანდრე პირველმა საბოლოოდ გააუქმა ქართლ-ხეთის სამეფო. ძალიან მალე რუსებმა ქართლ-ხეთის სამეფო ოჯახის წევრების რუსეთის იმპერიაში გადასახლებას დაიწყეს. გენერალმა ლაზარევმა, სწორედ იმ გენერალმა, რომელსაც საჩუქარი მიართვა გიორგი მე-12-მ, ის ქვრივზე დედოფალ მარიამზეც კი იძალა, რა დროსაც დედოფალმა მარიამმა ის მოკლა. საყურადღებოა გენერალ გულიაკოვის ბედიც. იგი 1804 წელს ლეკებთან ბრძოლაში დაიღუპა დღევანდელი საინგილოს ტერიტორიაზე. ამერიკად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ იმ ერთ ბრძოლაშიც კი, გულისხმობ კაკაბეთის ბრძოლას, როდესაც რუსებმა რეალური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ქართველებს, ისინი არ მოქმედებდნენ მხოლოდ მათ მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სურვილით. მათ გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ, რომელთა შესახებაც არაფერი იცოდნენ ქართველებმა და რაც საბოლოო ჯამში საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებით დასრულდა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უთანაგრძოთ ომარ ხანს და მის ყაჩაღთა ბანდებს, რომლებიც ქართლ-ხეთის სამეფოს მისი ქალაქებსა და სოფლების განადგურებას ლამობდნენ. თუმცა ეს ფაქტი, ეს ეპოპეა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ზოგჯერ კარგი არჩევანი არ არსებობს. ერთ მხარეს არის ცუდი, ხოლო მეორე მხარეს კი კიდევ უფრო უარესი. და რას ფიქრობთ თქვენ? ვინ იყო ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ცუდი და უფრო უარესი? დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი.